ჩავრთო დროების ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე, რომელიც ვერის პარკიდან პარლამენტამდე მსვლელობას მოუყვება. ნათია, ეთერში ხარ და გისმენთ. ჯერჯერობით არ დაწყებულა მსვლელობა, სწორედ ახლა იწყება ვერის პარკიდან მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ. თქვენც აღნიშნეთ, რომ ამ მარშის მსვლელობის სათაური არის საქართველოს ვერ დააპატიმრებდა, ეს არის გამოძახილი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა. მაყურებელი ამ კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ადევნებს თვალს, როგორ ებრძვის სისტემა თავისუფალ აზრს და როგორ ხდება საქართველოს მოქალაქეების დაკავება თითქმის ერთი და იგივე ბრალდებით, ადვოკატების შეფასებით გამოგონილი ბრალდებით და რამდენი ადამიანი არის უკვე საპატიმროებში მოხვედრილი. თქვენ ხედავთ ახლა აქციის მონაწილეებს, მათ აქვთ სიმბოლურად შემოსაცმელები ზოლიანი ნაჭრით და ეს არის ერთგვარად პატიმრის ფორმები. თათია მექვაბიშვილია ჩვენთან ერთად ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. თათია, მთავარი სათქმელი რა არის? ვიცი რომ დაგეგმილია რაღაც პერფორმანსები, რომელსაც გზადაგზა შეიტყობს ჩვენს და მაყურებელიც, მაგრამ მთავარი ალბათ არის სოლიდარობა. თქვენ წაიკითხეთ პატიმრების გამონათქვამებიც. ჩვენი მთავარი სათქმელი არის, რომ სანამ ეს ადამიანები ისხედან გისოსებს მიღმა, აი თქვენ მოусმინეთ როგორი ადამიანები, სპეციალურად არჩეული ადამიანები, მანამდე ჩვენ ვერ გავჩერდებით, მანამდე გავაგრძელებთ ბრძოლას და კიდე ჩვენი ამ ჟესტით გვინდა ვუთხრათ რუსულ ხელისუფლებას, რომ საქართველოს ვერ დააპატიმრებთ. ეს არის წარმოუდგენელი, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ ყველა თითეული პოლიტპატიმრის დახსნას და ჩვენი ქვეყნის დასხნას აი ამ მართუხლართებისგან, რომელიც შემოავლო ქართულმა რუსულმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ შემოავლო ჩვენს ქვეყანას და ასე შემოვლებული უნდა რომ ჩააბაროს რუსეთს. ეგ არის გამორიცხული. თათია მექვაბიშვილს უსმენდით. თქვენ ხედავთ, რომ ამ მარშის წინახაზე რა თქმა უნდა არიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, დედები, რომლებსაც ამ 319 დღის განმავლობაში არც ერთი დღე არ შეუწყვეტიათ ბრძოლა. ყოველდღიურად ისინი გამოდიან ქუჩაში, ამბობენ საკუთარ სათქმელს და მათი პროტესტით იცავენ როგორც საკუთარ ოჯახებს და შვილებს, ასევე სხვა ადამიანებს. მე ეხლა შევეცდები, რომ მოგასმენინო თავად სინდისის პატიმრების ოჯახების კომენტარებიც. მარიზი კობახიძე, ქალბატონო მარიზი, საკმაოდ მნიშვნელოვანი მსვლელობაა, ეს არის სოლიდარობის აქტი პატიმრებისადმი და კიდევ 50-ით გაზარდა ქართულმა ოცნებამ სინდისის პატიმრების რაოდენობა. თქვენ რა გაქვთ სათქმელი? რას ცდილობს ქართული ოცნება და რა პასუხი აქვს საზოგადოებას? ვერ შეგვაშინებენ. ეგინი იმიტომ ზრდიან უდანაშაულოდ ჩასვეს ის დანარჩენებიც. როგორც ჩვენი შვილების ვერ დაამტკიცეს ვერაფერი, ისე ვერ დაამტკიცებენ ვერავისას. თვითონ მოაწყვეს, ყოველთვის თვითონ აწყობენ ყველაფერს და მერე იჭერენ და ეს დაჭერები არის იმისათვის, რომ ჩვენ შევშინდეთ და ხვდებიან, რომ ვერ შეგვაშინებენ და ვიბრძოლებ მანამდე მე ერთი დედა და ჩემთან ერთად ალბათ ყველა, სანამ ბიძინა ივანიშვილი თვითონ არ დატოვებს ამ ქვეყანას. თავარი ეს არის, ეს ერთი კაცი თორე ვინმესი არც ირაკლი კობახიძის ეშინია, არც მდინარაძის და არც კახიკალაძის უზრდელების. ამიტომ ბიძინა თავისით ისე გაიპარება, თვითონაც ვერ გაიგებენ ესენი, იმიტომ რომ ჯერ ამოიღებს იმ ფულებს, რა ფულებიც აჭამა ამ ხალხს და მერე წავა ამ ქვეყნიდან აუცილებლად. და რუსეთიც არ მიიღეს, დარწმუნებული იყავით. სხვაგან აქ ალბათ გეგმა სადღაც რა და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ქუჩაში, სანამ პატიმრები არ იქნებიან თავისუფლები. მადლობა ქალბატონ მარიზი კობახიძეს უსმენდით. ნანი წულაია ასევე აქციაზე, ისევე როგორც ყველა მარშზე და აქციაზე ამ 319 დღის განმავლობაში. ქალბატონმა მარიზიმას თქვა, რომ ხელისუფლების ეს ქმედებები და პატიმრებები არის მხოლოდ იმისთვის, რომ დააშინონ საზოგადოება. რა პასუხი გაქვთ თქვენ? მე პასუხი მაქვს ასეთი ყოველთვის. ყოველ დღე, ყოველ წამს, ყოველ წუთს, რომ ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს, ჩვენ გამწარებული დედები არასოდეს არ გავჭერდებით. რკინის ქალამნებს ჩავიცმევთ, ჩვენ შვილებს, ჩვენ ბიჭებს, გოგოებს გამოვიყვან, დავიხსნით, გულში ჩავიხუტებ და ჩვენ საქართველოს გავათავისუფლებთ ყველაფრისგან. ასეთი ამ დროისთვის ვითარება. ხედავთ, გესმით, რომ სწორედ ამ წუთებში დაიწყო მარში, რომლის ერთ-ერთი მიზანი არის სოლიდარობა პატიმრებისადმი და მეორე, რა თქმა უნდა, მთავარი სათქმელი, რომ ყველას ვერ დააპატიმრებ. ამ მარშის ბოლო წერტილი იქნება რუსთაველზე, სადაც 319 დღეა უკვე საქართველოს მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად იკრიბებიან.